16 თებერვალია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვარ ხო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშტობის. ციხიდან გამოსული ოპოზიციის ლიდერები და მათი ბუნდოვანი სტრატეგია. აქვთ კი საერთოდ დღის ეს რიგი. რა ხდება ოპოზიციის ველზე, ნაციონალური მოძრაობიდან ლაშა ფარულავა უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. კანონმა სახელმწიფო გარე ჩარევებისგან უნდა დაიცვას. პარლამენტის შესაბამისი კანონების მისაღებად ემზადება. არჩევნები ჩადარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და როდესაც მაინც აგრძელებ ექსტრემის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა. მართველი გუნდიდან თავისუფალ სივრცეში ზვია ჩალამბერიძე. გადაცემის დასკვნით ნაწილში ანალიტიკოსი რომან კაკულია. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლაშა ფარულავა გახსნის დღევანდელ ჩვენს გადაცემას. საღამომშვიდობისა, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. მოგესალმები ვახო, მივესალმები მაყურებლებს. თქვენის დებართვით ლაშა მინდა დავიწყო პარლამენტი დასამტკიცებლად ემზადება კანონპროექტის სახელმწიფო ინსტიტუციების ლეგიტიმაციის დაცვის შესახებ. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადება ან ინსტიტუციების ბლოკირებაზე მოწოდება ამ მოტივით, რომ არალეგიტიმურია დასჯადი გახდება. რას აპირებთ? პირველ რიგში სისუსტის ნიშანია, როდესაც საზოგადოებას, ოპონენტებს კრიტიკაზე პასუხობ რეპრესიით, კანონით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ თუ არ მაღიარეთ, ციხეში გაგიშვებ. ანუ ეს ხო ნორმალური არ არის. ისეთივე ნორმალური არ არის, როგორც მაღალი ფასები, სოციალური უთანასწორობა, დაბალი ხელფასები. აი ამის გამო საქართველოს ქართველებისგან დაიცალა და ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა ზუსტად წელიწად ნახევრის წინ შიგნიდან ჩაკეტა და ამ კარის გახსნას ცდილობენ ჩვენი თანამოქალაქეები. ერთ წელზე მეტია ჩვენი საზოგადოება ქუჩაში დგას. აი ხა მე არ ვარ შორს რუსთაველის გამზირიდან. აი ამ გამზირზე ქართულმა ოცნებამ იძალა და ყველაზე პოლიტიკოსებზეც, ჟურნალისტებზეც, ახალგაზრდებზეც და იმის ნაცვლად, რომ პასუხისგებლობა ამ ძალადობაზე აიღო კონკრეტული მოძალადეები დაეკავებინა, პირიქით მოხდა ლევან ხაბეიშვილი, რომელიც დაასახიჩრეს, ჯერ გაიტაცეს, მერე დაასახიჩრეს, ციხეში ჩასვეს პოლიტიკური განცხადების გამო. თქვენი კოლეგები სცემეს და არავინ დაუსჯიათ. ახალგაზრდების თავით ფეხბურთს თამაშობდა სპეცრაზმელები და არავინ დაკავებული, არავინ დასჯილი და მეტიც. აი აგერ ათონელის ქუჩაზე ყაველაშვილმა კონკრეტული მოძალადეები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მეტი ცინიზმი რა უნდა იყოს, ხო? თუმცა მიუხედავად ტერორისა, რეპრესიისა, იმ პოლიტიკისა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს წლების განმავლობაში, უკვე რამოდენიმე წელია 2023 წელს რო შემოიტანა რუსული კანონი, იმის შემდეგ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ციტატის სახით გამოიტანა, როდესაც ჯეიდი ვენსის გზავნილი, რომ დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით, ქართულ ოცნებას გამოუტანა, როგორც გზამკვლევი, რომ გაათავისუფლე ოპონენტები, დანიშნე ახალი არჩევნები. მაგრამ აი ეს გზა კი არ აირჩია ქართულმა ოცნებამ. ქართულმა ოცნებამ გააგზავნა ის გზა, რომელიც გზაც ივანიშვილმა აირჩია 2024 წლის 29 აპრილს. თქვენ აპირებთ ამ კანონის მიღების შემთხვევაში დიქტატურა უნდა დავამყარო ქვეყანაში. განცხადებების შეცვლას და იმ რიტორიკის შეცვლას, რომლითაც თქვენ მოიხსენიებთ საქართველოს ხელისუფლებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, აპირებთ ამ კანონის დაემორჩილოთ თუ ისევ გააგრძელებთ და მზად ხართ იმისთვის, რომ წახვიდეთ ციხეში? ვახო ჩვენი სადაც ჩვენი მეგობრები, ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ამ ქვეყანაში ყველა დონის კორუფცია დაამარცხა. ქვეყანა, აი სუდარა გადაფარებული ქვეყანა ჩაიბარა და ევროკავშირის გზაზე დააყენა და ხელისუფლება ივანიშვილს დემოკრატიული გზით გადასცა. აი ეს ადამიანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის აი ქართულ ოცნებამ რომ გამოაცხადა რომ ფარცხალაძე კილერიაო, აი ფარცხალაძის ბრალით არის
საპატიმროში და ფაქტობრივად რეჟიმის ტყვეა. ლევან ხაბეიშვილზე უკვე გელაპარაკეთ. ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეშია, ნიკამელია, რა ვიცი, ყველა ნაწილი გამოვიდა ლაშა ციხიდან, მაგრამ სტრატეგია არ მოგვისმენია, ნაწილი გამოვიდა პოლიტიკოსების ციხიდან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა, ხო? არანაირი გეგმა საზოგადოებას არ მოусმენია, რატომ ვერ ისმენს საზოგადოება ამ გეგმას? კეთილი, რადგანაც გეგმაზე ვსურთ საუბარი, მე ზუსტად აი ამისთვის ვარ ჩართვაზე. ოპოზიციას აქვს გეგმა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს გეგმა და გეგმა არის ის, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ მტკიცეთ, უნდა ვიყოთ ერთიანები, ერთიანები არა ფურცელზე, არამედ ერთიანები მოქმედებაში. როგორც კი ქართველი ხალხი გადადის მოქმედებაზე და იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ამ გამზირზე, ივანიშვილი იმ წუთასვე იწყებს ძალადობას. აი ამ ძალადობის გამო არის, რომ მისი ძალაუფლება, მიტაცებული ძალაუფლება არავინ არ ცნო. ევროკავშირმა არ ცნო მისი ძალაუფლება, არ ცნო შეერთებულმა შტატებმა, საერთაშორისო დონეზე ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ჩვენ საზოგადოებას. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია არ აქვს? გასულ კვირას ევროკავშირის ქვეყნის პრეზიდენტი იყო ჩამოსული ხორვატიის. ახლა ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი აპირებს ჩამოსვლას. ნახეთ შეხვედრები მილანში საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტთან. სუსის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. მეც რას ელოდებით? ნუ რას უნდა ველოდებოდეთ? ივანიშვილმა სეპარატისტებს ბოდიში მოუხადა. ნახეთ არალეგიტიმური ყობახიძე როგორ წავიდა და თემურლენგის საფლავი გვირგვინით შეამკო. ხედავთ ყაველაშვილი როგორ მიდის დიდგორობაზე თურქეთში. ხედავთ მათ შორის საგარეო უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც აი შაჰაბაზის გენოციდს ზეიმობს. კი და აი ამაზე გვეუბნება ქართული ოცნება, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავიო. თუ ვინმე არის უსამშობლო, აი ეს ხალხი არის უსამშობლოები. მათ არიციან არ ჩვენი ქვეყნის ისტორია და არიცნობენ ქართველ ხალხს და გონიათ რომ რეპრესიით და ტერორით შეაშინებენ ქართველებს. ლაშა ეს ზოგადი განცხადებაა, თქვენი უფრო მე ასე ვფიქრობ, მე გეკითხებით კონკრეტულად მეორე წელია საპროტესტო აქციაზე ხართ. რა სულით აი ამ აქციით პრაქტიკულად 2 წელი დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე. ნახევარი გზა გაიარა ამ მოწვევის პარლამენტმა. არჩევნები ვერ დანიშნეთ თქვენი მოთხოვნებით იმაზე რაც ხდებოდა, დაკავებულები არიან მათ შორის ოპოზიციის ლიდერები და დაკავებულები არიან ადამიანები. რა გიჭირავთ ოპოზიციას ხელში? ოპოზიციას ახლა აქვს საგარეო თვალსაზრისით დიდი მხარდაჭერა. ჩვენ მუშაობთ გეგმაზე და ეს გეგმა მოიცავს მათ შორის იმას, რომ დემოკრატიული ოპოზიცია საგარეო დონეზე ერთიანი ნარატივით წარდგეს, ერთიანი გეგმით წარდგეს და სწორედ საერთაშორისო ზეწოლით ივანიშვილს მათ შორის მოუწიოს ახალი არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც შეერთებული შტატები მათ შორის აყენებს მოთხოვნას, ამ მოთხოვნას არადემოკრატიული, ავტორიტარული ქვეყნებიც კონკრეტული ნაბიჯებით პასუხობენ. აი ხო გვითხრა ქართულმა ოცნებამ, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგება გსურსო, განახლება გსურსო, ურთიერთობისო, მაგრამ ეს არ მოხდება ოპონენტების გათავისუფლების გარეშე, ეს არ მოხდება ახალი არჩევნების გარეშე. როდესაც ვლაპარაკობ ჯეი დი ვენსის ციტატაზე, სწორედ ეს ციტატა იყო მთავარი გზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტის ოცნების მიმართ. აი სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ვენსი საქართველოში, ჩავიდა სომხეთში, ჩავიდა აზერბაიჯანში, სადაც აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა შეერთებულ შტატებთან და ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ დავკარგეთ ივანიშვილის გამო სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენ მოვექეცით საემიგრაციო ბლოკადაში და ჩვენი თანამოქალაქეები ამერიკის შეერთებულ შტატებში რო არიან საფრთხის ამერიკა ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები და ცოტა ხნის წინ გავრცელდა განცხადება მაიკ ბენსის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენ პირდაპირ განმათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხიო თბილისშიო იმისთვის რომ ხალხს რომ გაეგოთო რომ ჩვენ ვასპონსორებდითო და ის ადამიანები ვინცო რუსთაველის გამზირზე იდგნენ
ჩვენი დაფინანსებულები იყვნენო სახელმწიფო მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტიდანო. რას უპასუხებდით? ეხლა ძალიან მარტივია, ხო, ამ გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა ძალიან კარგად უპასუხა შალვა პაპუაშვილს. ადამიანი 50 წლისა და 51 წელი ფაქტობრივად გერმანიის მხარდაჭერით არსებობდა და მათ შორის გერმანელი ხალხი უხდიდა ხელფასს შალვა პაპუაშვილს 21 წლის განმავლობაში. წარმოიდგენეთ, ეხლა ვინ გველაპარაკება იმაზე, რა ქვია, უცხო ქვეყნის აგენტობაზე და ანუ ეს მაიკ ბენცის განცხადება მართალი არის, მართლა აფინანსებდა ლაშა თუ ტყუილი არის. აფინანსებდა ამერიკის შეერთებული შტატები თბილისში განვითარებულ ჩატარებულ აქციებს თუ არა? დემოკრატიულ ოპოზიციას აფინანსებდა აქამდე ქართველი ხალხი ბიუჯეტიდან და მათ შორის ფიზიკური და იურიდიული პირები პოლიტიკური შემოწირულობით. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმე ფული რო ყოფილიყო ნაციონალურ მოძრაობაში ან სხვა ოპოზიციურ პარტიაში, ამას ქართული ოცნება ვერ აქციებს, რომელიც იმართებოდაო. სუსი და სპეცსამსახურები. ანუ ეს ადამიანი იტყუება. ასე გამოდის? ანუ აი ძალიან მარტივი, ვახო, შეხო, ძალიან დიდი წარმოდგენის ხარ სუსზე. აი ნაციონალურ მოძრაობაში უცხო ქვეყნის ფული რო ყოფილიყო. ნაციონალურ მოძრაობაზე არ ამბობს ლაშა. ლაშა ნაციონალურ მოძრაობაზე არ ამბობს ეს ადამიანი. ნაციონალურ მოძრაობაზე ეს ადამიანი არ ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უხდიდით ფულს. ლაპარაკობ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა. არა, ნახეთ ვახო, ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით გადასცა ივანიშვილს და ივანიშვილმა იმის ნაცვლად რომ ხალხის მოთხოვნა აირეკლოს, იმის ნაცვლად რომ ხალხის მოთხოვნა შეასრულოს. ამაზე პასუხობს ზალადობით, რეპრესიით, ტერორით და პროცესით, რომელიც ბათუმში წამოიწყო. ანუ სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია, რეალურად დემოკრატიას იურიდიულად აუქმებს. და აი ამ პირობებში ეხლა რაზე ვლაპარაკოთ, რა უცხოურ დაფინანსებაზე ვლაპარაკოთ. გასაგებია, ლევან ხაბეიშვილის განცხადება იყო, თქვენ იცით? იმიტომ რომ ქართველი ხალხის ლევან ხაბეიშვილის განცხადება იყო, ევროპული არჩევანის საბოტაჟი არ შერჩება ივანიშვილს. აი ამის გამო ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, დაახლოებით 2 კვირის წინ გავრცელდა, ხო, რომ ამ ეტაპზე ეს ბრძოლა ხელისუფლებასთან წაგებული გვაქვს. რას ნიშნავდა ხაბეიშვილის ეს განცხადება? ჩემო ძვირფასებო, აი პირველ რიგში მაყურებლებს მიმართავ, ვახო ძალიან კარგი შეკითხვაა, ლევან ხაბეიშვილი აი ამ ქუჩიდან გაიტაცეს იმის გამო, რომ ახალგაზრდების უკან კი არ იდგა, როგორც პაპუაშვილი და კობახიძე იძახის. წინ იდგა და პატარა ბავშვი რომ მოიტაცეს, ახალგაზრდა ბიჭი რომ მოიტაცეს, გაეკიდა რომ გაეთავისუფლებინა. წაიყვანეს ხაბეიშვილის ცემეს და იმის ნაცვლად რომ გამოეძიებინათ ეს საქმე. იმის ნაცვლად რომ კონკრეტული მოძალადეები დაეპატიმრებინათ. ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური განცხადების გამო არის დღეს ციხეში. ამაზე დიდი უსამართლობა, რეპრესია და ტერორი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი დაასახიჩრეს და ის ჩასვეს ციხეში, არა მოძალადეები, არამედ ლევან ხაბეიშვილი. და ლევან ხაბეიშვილი რაზე ლაპარაკობს, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ რეჟიმთან და ტერორისტებთან ან ვერთიანდებით და გადავდივართ შეტევაზე, ან ვიწყებთ მოლაპარაკებას. რატო ვერ ერთიანდებით? რადგანაც ჩვენ მუშაობთ ერთიანობაზე, მუშაობთ საერთო გეგმაზე, მოქმედების გეგმაზე, ცხადია, როგორც საგარეო დონეზე იქნება ერთიანი ნარატივი დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან, ადგილზეც იქნება მოქმედებების გეგმა, წყობრი, თანმიმდევრული და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. მეტის მოყოლა ეხა ფუფუნება ივანიშვილის რეჟიმისთვის. კი, ჩვენ ვიქნებით ერთიანები, კი, ჩვენ ვიქნებით შემტევები და კი, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ამასობაში ყველაზე მარტივი რა. აი ამ პარლამენტში, ვახო, აი მინდა რომ შევეხო მაღალ ფასებს რა. მაღალ ფასებთან ბრძოლა ხო დაიწყეს. აი ივანიშვილი 2012 წელს თქვენს და ჩვენ თანამოქალაქეებს დაპირდა, რომ გადასახადები განახევრდებოდა. იცით ვის გაუნახევრდა ამ 13 წლის მანძილზე გადასახადები? მხოლოდ ივანიშვილს. იცით ვის მოუხსნეს გადასახადები? მხოლოდ ივანიშვილის ოქროს ზოდებზე მოხსნეს გადასახადები. აი როცა გვითხრეს რომ მაღალ ფასებთან ბრძოლას დავიწყებთო, აი ამ განცხადებიდან 51 დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაწილეები და გითხრა რომ ფასები 10.6%-ით არის გაზრდილი. წლიური ინფლაცია. ხოლო იანვრისთვის ინფლაცია 4.8%-ით. და
და ვინ არის ამაზე პასუხისგებელი? რა თქმა უნდა არის ირაკლი კობახიძე. და იმის ნაცვლად რომ აიღონ პასუხისგებლობა, შეამცირონ გადასახადები, შეამცირონ საწვავზე დაწესებული აქციზი. იცით რას გვეუბნებიან, რომ უნდა გამოიწიოთ კონკრეტული კომპანიების ბუღალტერია. გასაგებია ლაშა სხვა თემაზეც მინდა გითხოთ. მე ვთავაზობ აი აგერ, ახო შეთავაზება მაქვს რა. ბრძანეთ. თუ რიტეილ კომპანიები და სუპერმარკეტები არის პრობლემა ჩვენი ადგილობრივი ფერმერებისთვის 2012 წლამდე არსებობდა მუნიციპალური საკვირაო ბაზრები. აი თავისუფალი დახლე იყო, სადაც არანაირი გადასახადი არ იყო. 2012 წლამდე აღარ გვინდა საუბარი, შორს აგვიყვას 2012 წლს. 2012 წლს ისიც მძიმე შემთხვევებიც გვახსოვს, რომ ერთ ღამეში ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება და ეს შორს აგვიყვას. დღევანდელობაზე ვისაუბროთ, არ გვინდა 2012 წლს. არა, ძალიან კარგ თემასთან მიხვედი. ძალიან კარგ თემაზე თუ მივედით მაშინ ვილაპარაკოთ. შემიძლია მე ამაზე ბევრი გელაპარაკოთ. მურუსიძე? დიახ. კი, არა, კარგია რომ ველაპარაკები, რა თქმა უნდა, 13 წლის წინ ქვეყანაში პრობლემა იყო სასამართლო და ეს სასამართლო გადაიფორმა ივანიშვილმა. მურუსიძე არის მისი მთავარი ძალა. ტელევიზიების დარბევა, მათ შორის გია ბარამიძე ხელმძღვანელობდა იმ ტელევიზიაში შემოსვლას, რომელშიც მე მუშაობდი და არ გვინდა ამაზე საუბარი. ახლა თქვენს პარტიაში არის ბატონი გია ბარამიძე. ვინ ხელმძღვანელობდა? გია ბარამიძე, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი. და არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, დღევანდელობაზე ვისაუბროთ. ეს თემა არ არის ნაციონალური მოძრაობისთვის მე ყველაფერზე საუბარი მინდა, მე არ ვიყავი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას მე არ წარმოვადგენ, მაგრამ წარმოვადგენ პოლიტიკურ ძალას. გასაგებია, მაშინ პრობლემაზე მელაპარაკებით ყველაფერზე პასუხი. მათ სოდვებზე აღარ გვინდა მაშინ თქვენთან საუბარი და მოდი დღევანდელობაზე ვისაუბროთ. გაერთიანებას. ვახო, მოიცა. ვისაუბროთ იმაზე, რატო შემოდიოდა მაშინ ტელევიზიაში ჯარი, მაშინ მითხარით. თუ ჩაიდინა ვინმე დანაშაული, რატო არ არის დასჯილი? მითხარით, რატო შემოდიოდა მაშინ ტელევიზიებში ჯარი, თუ თქვენ ამაზე გზად ხართ რომ მიპასუხოთ, მითხარით, რატო შემოვიდა იმ ტელევიზიაში ჯარი, სადაც მე ვმუშაობდი. ხო, დაასახელეთ კონკრეტული სახელი და გვარი. 13 წელი გავიდა. ვის დაიჭირეს მე ამბობთ ყველაზე პოლიტიკური პატიმარიაო და რა გამოდის აბა? მოიცა. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც კორუფცია დაამარცხა. მიხეილ სააკაშვილის რო შემოვიდა ტელევიზიაში ჯარი. ფილერს რო უძახის. ქართული ოცნება იმის საბრალდებო მიხეილ სააკაშვილის რო შემოდიოდა ტელევიზიებში ჯარით. მიხეილ სააკაშვილის პატარა ბავშვების ულუფას იპარავდა. ეს ნორმალურია. მიხეილ სააკაშვილის დროს შემოდიოდა ტელევიზიაში ჯარი, ვერ შემოვიდა და ქვეყნის პრეზიდენტს რომ არ ცოდვოდა და ეს თემა შორს აგვიყვას ლაშა. ეს თემა დღევანდელობაზე ვისაუბროთ. შენ რადგანაც წამოიწყე მე პასუხი. შენ დაიწყე 2012 წლამდე ეს ლაპარაკი, თორემ მე არ დამიწყია. თქვენ როგორ ხედავთ, აი გაერთიანებაზე გაერთიანებაზე საუბრობდით ლაშა. ლაშა, გაერთიანებაზე საუბრობდით. ყველაფერზე მაქვს პასუხი. გაერთიანებაზე საუბრობდით თქვენ. დღეს აი რატო ვერ მოხერხდა დღემდე გაერთიანება? ამის ხელის შემშლელი რა იყო? ეს არის ტყუილი, ჩვენ ერთიანები ვართ, ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი, ოპონენტების, პოლიტიკოსების გათავისუფლება, რეპრესიის ტერორის შეწყვეტა, ახალი თავისუფალი საბართლიანი არჩევნები. თქვენ ეხლა რო გახვიდეთ რუსთაველზე, ვერ ნახავთ ერთ ადამიანს, რომელიც ამაში ერთიანი არ არის. ყველა ერთიანები ვართ ამ მთავარ მოთხოვნაში. მოთხოვნებში ვართ ერთიანი, მაგრამ ამ ყველაფრის რეალიზებას ვახო ჭირდება მოქმედება. ჭირდება ნაბიჯის გადადგმა, ჭირდება ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთიანები. აი ამაზე მუშაობთ ახლა ჩვენ რომ ამ ბრძოლაში, ამ კონკრეტულ მოქმედებაში, როგორც ადგილზე, ასევე საგარეო დონეზე ვიყოთ ერთიანები, გქონდეს საგარეო დონეზე ერთიანი ნარატივი და ერთიანი მოქმედებების გეგმა ადგილზე. კი, ყოველ კვირა იზრდება მარშებზე ადამიანების რაოდენობა, მაგრამ ჩვენ უნდა მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, ჩვენ უნდა ჩამოვყიდოთ კონკრეტული თარიღი და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, არა ვინმე ცალკე და უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ თარიღი რაზე? რომლითაც ვიქნებით უფრო ეფექტიანები. კონკრეტული თარიღი რაზე, ლაშა რო დავაზუსტოთ, ანუ თარიღი გაერთიანების თარიღი თუ ხელისუფლების შეცვლის თარიღი? ჩვენ ვართ ახლა ერთიანები მოთხოვნაში, თუმცა ამ მოთხოვნის რეალიზებას, მიღწევას, ამ ყველაფრის მიღწევას ჭირდება მოქმედება. მოქმედებების გეგმა არსებობს, ჩვენ ახლა ვჯერობთ, ვართ კოორდინაციაში, გვაქვს კოოპერაცია ყველა პოლიტიკურ ძალასთან და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან
და კი კონკრეტული მოქმედებების გეგმაც დაიდება და კი ივანიშვილის რეჟიმი ჩიხში მოექცევა როგორც საგარეო დონეზე არის იზოლაციაში იგივე დაემართება ადგილზე და აი ამას პირდებით ჩვენ მადლობა და ვერ უშველის ვერც ეს რეპრესიული კანონი და ვერც ტერორი. მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლაშა ფარულაბას უსმენდით თქვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ზუია ჩალამბერიძე შემოგვიერთდა საპარლამენტო უმრავლესობიდან საგამშვიდობისა. მადლობა რომ მოხვდით. დავიწყოთ იმ კანონით, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო ინსტიტუციების ლეგიტიმაციის დაცვის შესახებ. რას ითვალისწინებს და რა შემთხვევაში იმოქმედებს ეს კანონი? ახეთ თქვენი ზნებორთ ეხლა ერთი ორი სიტყვით შევეხება ხა ჩემს წინამორბედს უბრალოდ არ შემიძლია რაღაც კომენტარი არ გავაკეთო ამ ადამიანებს ავიწყდებათ რომ ესაუბრებიან საზოგადოებას და საზოგადოებამ დიდი ხანია ამ დემაგოგიაზე თავისი რეაქცია გამოხატა როგორც 2020 წლის არჩევნებში 21-ში, 24-შიც და 25-შიც, ხო? და ნახეთ თუ რამხელა მხარდაჭერა ქონდა იმ ძალას, რომელსაც მე წარმოვადგენ დღევანდელს ქართულ ოცნებას და ძალა, რომელიც აკეთებს სახალხო საქმეს. ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს, რომ ამ დემაგოგიას უკვე შეაქცია ზურგი საზოგადოებამ. და დღეს ვისმენთ ისე იგივე დემაგოგიას და უნდა ეს ერთი თავარი სიტყვა უნდა გავერთიანდეთ, უნდა შეუტიოთ, უნდა ესქვნათ და გაუთავებელი მუქარა ისმის, რომელსაც არანაირი შედეგი არც მოჰყვა და დარწმუნებული ვარ, არც მოჰყვება. ეხლა რაც შეეხება ამ კანონს, ეს არის ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ხო? კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და ეს არ არის არა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხო, დღეს არის ქართული ოცნება, მაგრამ ხვალ შეიძლება არჩევნების შემდგომ კონსტიტუციური გზით შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება დღეს გარკვეული ზოგიერთი მათგანი არის ოპოზიციაში. ნუ ამ შემთხვევაში ჩემს წინამორბედს არ ვეხები, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი ვერასდროს ვერ მოვა ხელისუფლებაში და ეს კანონი იქნება იმ შემდეგი ხელისუფლების დაცვის, ხო? აქ არ არის ლაპარაკი, რომ ქართული ოცნება ამას ეს არის პასუხი ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად კონსტიტუციური წყობილების განმტკიცებისთვის და იმ სუვერენიტეტის დაცვისთვის, რასაც ყოველდღიურად ვამბობთ, რომ ყველაზე მთავარი დღევანდელ დღეს და არაერთხელ დაამტკიცა ქართულმა ოცნებამ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. აი, სად გავა ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ქვეყნის დაცვას შორის? ვიღაცა, თქვათ, X ადამიანი არ აღიარებს ამა თუ იმ ხელისუფლებას, ეს გამოხატვის თავისუფლება იქნება თუ კანონის დარღვევა? ნახეთ, აქ არის საუბარი იმას, რა თქმა უნდა, ეს ზღვარი არის ძალიან ფაქიზი და თითოეული ჩვენთაგანი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც მაღალ პასუხისმგებლობას ვატარებთ, ეს ზღვარი უნდა დავიცოთ, სწორედ ამაშია საქმე. კანონის მიღებაში რთული არაფერი არ არის, მაგრამ გეთანხმები, ზღვარი არის დასაცავი, რომელსაც აუცილებლად დავიცავთ ისევე, როგორც ვიცავდით აქამდე, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ის რომ დღეს რაც ვრცელდება გნებავთ სოციალურ ქსელში და გნებავთ აგერ ოპოზიციონერების მხრიდან, რომ აი თითქოს თუ ქართულ ოცნებას არ აღიარებ, მაშინვე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება შენზე და ზოგი ამბობს 3 წელს, ზოგი 8-ს და ასე შემდეგ აღმოჩნდები ციხეში. ეს არის სიცრუე. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რაც ვნახეთ, ხო, მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხო, დაადგენ სცენაზე ადამიანები, მოუწოდეს გადატრიალებისკენ საზოგადოებას, წაიყვანეს და დაესხნენ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლეს. აი, ესეთი მაგალითებით რომ ვისაუბროთ, ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება უფრო მარტივად გასაგები ეს და არა ის, რომ რაღაც შეიძლება იურიდიული ტერმინებით და ის, რაც შეიძლება ხშირ შემთხვევაში ჩემთვისაც არ არის ხოლმე მარტივად გასაგები. ასე რომ არ მგონია რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ადამიანები, ვისაც რაც 4 ოქტომბერს მოხდა, ის მოეწონა. ხო? ნუ რადიკალებზე არ მაქვს საუბარი და იმათზე, ვინც იქ მონაწილეობას იღებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ და სხვათა შორის ვნახეთ მომდევნო დღეებში ისევ მათივე კოლეგების ნააზრევი, რომ ძალიან ბევრმა ოპოზიციონერმა გააკრიტიკა თუ ის რაც მოხდა იმ დღეს, ხო? რაც სამწუხაროა ჩვენ ვერ ვნახეთ ევროკავშირის მხრიდან ვერანაირი შეფასება,
მაგრამ იყო გარკვეული ჯანსაღი აზრი ოპოზიციის მხრიდან, რომ ეს არ იყოს სწორი, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. აი მსგავსი შემთხვევები რო ავიცილოთ და მსგავსი რყევები, რომელიც არანაირად არ შედის არც საქართველოს მთავრობის და არც საქართველოს საზოგადოების ინტერესში, აი ესეთ შემთხვევები რომ ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი. ეს არ არის ერთადერთი, რასაც თქვენ იღებთ, იგივე გრანტების შესახებ კანონში შედის ხო ცვლილებები და გავრცელდა მაიკ პენსის განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, რომ იქიდან ირიცხებოდა აი აქ თანხები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აი ამ ვითარების შესაქმნელად, როგორც თავად აცხადებს. ანუ ეს დაემთხვა ახლა იმ რეგულაციებს, რომელსაც თქვენ იღებთ. ამით გადაეკეტებათ, თქვათ, უცხოეთიდან თანხების შემოდინება საქართველოში, იმიტომ რომ რამდენიმე კანონი, ორი კანონი, მინიმუმ ორი კანონი თქვენ უკვე მიღებული გაქვთ, მაგრამ ბოლომდე არ აღმოიფხვრა ხო ეს? რა თქმა უნდა, ეხა ჩვენ ფაქტიურად ეს ბოლო პერიოდი არ არის, რაც ესეთ განცხადებებს ვისმენთ, როგორც კი ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ვნახეთ, რომ პირველი ესეთი ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს, ეს იყო USAID-ის საწინააღმდეგოდ გააუქმეს დაფინანსება და გააუქმეს ოფისები. და აგერ კიდევ ხა არაერთხელ გაკეთდა განცხადება სხვათა შორის, რომ და ამხილეს USAID თუ რას ახორციელებდა და რისთვის იყო რეალურად და ვის აფინანსებდა არა მარტო საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში. და მათ შორის ეხლა საქართველოში, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის სფერო როცა და ეხლა ეს განცხადებაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ამაში არაფერი არ ყოფილა ახალი, ამაზე ჩვენი ხელისუფლება საუბრობდა სწორედ ამერიკის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, რისთვისაც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვისჯებოდით, ხო? რაღაც გნებავ სტრატეგიული ურთიერთობის შეწყვეტით, გნებავთ ის ქარდებით, რასაც ამერიკის საელჩო აცხადებდა და აქვეყნებდა და ასე შემდეგ, მაგრამ დღევანდელ დღეს ყველა ის ჩვენი გახმოვანებული არსებული მდგომარეობა, რაც მაშინ იყო. დღევანდელ დღეს გვიდასტურებს ამას პერიოდულად ამერიკის ადმინისტრაცია, ახლანდელი თუ ის ადამიანები, ვინც იმ პერიოდში მიუხედავად ამისა, რა განცხადებებიც კეთდებოდა თუნდაც წინა ადმინისტრაციის მხრიდან, ხედავთ რომ არის რაღაცა ცვლილებები ამ ურთიერთობებში. ნახეთ საქართველოს პრეზიდენტი მილანში, ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის ფოტომასალა გავრცელდა. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი ამერიკაში, ასე შემდეგ, ელოდებით რომ რაღაცნაირად დასტაბილურდება ვითარება. რა თქმა უნდა, ველოდებით და თითოეული ესეთი ნაბიჯი არის სწორედ ამ ურთიერთობის დასტაბილურებისკენ გადადგმული კიდევ ახალი. და შესაბამისად ეს უბრალოდ არის დროის ფაქტორი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ჩვენი ურთიერთობა რაც ქონდა სტრატეგიული ამერიკის შეერთებულ შტატებთან დასტაბილურდება, ამაში მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა უთხრა ჩვენს ოპოზიციას, რომ ძალიან მალე ისინი ძალიან გაწმილებული დარჩებიან და ეს ბრტყელი ფრაზები, რაც ახლა ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, დარჩება გვერდზე. და რა თქმა უნდა, და რაც ვერ მოვისმინეთ, ახლა მე უბრალოდ წუხვარ იმას, რომ თქვენ არც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ დემაგოგიის გარდა. და აქვე მინდა რაღაც კითხვებზე, პასუხებზე გადავედით, შევეხო დებატებს, ხო? რასაც აი მაგაზე მე მკითხავ, მაგაზე მინდა რომ ვისაუბროთ, მაგრამ ამერიკიდან რომ გადავიდეთ ევროპაში, თუ ამერიკასთან მოხდა ამ სიტუაციის დასტაბილურება, სულთა ფურცლიდან დაწყება, როგორც ხელისუფლება აცხადებს ხოლმე, შესაძლებელია რომ ევროკავშირმაც გადახედოს თავისი განცხადებებს? დიახ. ნახეთ, მაგის იმედს გვაძლევს რა, ხო? მაგალითებით რო ვისაუბროთ ისევ, ხო? როგორც კი ამერიკამ დაიწყო ჩინეთთან საუბარი და მოლაპარაკებები და მეგობრობაზე საუბარი, როგორც კი ამერიკამ განაცხადა, რომ რუსეთთან უნდა მოგვარდეს და რუსეთთან გასაუბრების გარეშე და საუბრის გარეშე არ შეიძლება რომ ომი დასრულდეს, როგორც კი ამერიკის წარმომადგენლები ჩავიდნენ ჩინეთში, ჩავიდნენ მოსკოვში და ასე შემდეგ, ჩვენ ვნახეთ თუ როგორ ერთმანეთზე მიყოლებით შეიცვალა ტონი ევროკავშირის და ევროპის ლიდერი სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა და ხედავთ რომ ზოგი გეოგრაფიას აწერს იმას რომ რუსეთთან უნდა დაალაგნენ, ზოგი იმას რომ დაუშვათ ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ევროპისთვის და ასე შემდეგ. ეხლა რო არ გავყვეთ სათითაოდ ყველას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული
და მათ შორის მე გავავლებდი პარალელს მიუნხენის კონფერენციასთანაც, რომელიც სადაც შარშან ჩვენ არ ვიყავით დაპატიჟებული და წელს ეს მოხდა, ხო? და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ესეც უკვე დროის საკითხია, რომ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ თუმცა ეს დღეს და ხვალ რა თქმა უნდა არ იქნება, მაგრამ ჩვენ როგორც აქამდე, ისე დღესაც ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობის დათმობისთვის. ახლა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ოპოზიციამ თარიღი უნდა დაკიდოს კონკრეტული, გეგმა უნდა დადოს და რომ ხელისუფლება რომ აუცილებლად უნდა შეცვალონ. ანუ ის განცხადებები, რაც წელიწად ნახევრის წინ დაიწყო, ისევ გრძელდება, ისევ ის მოთხოვნები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ნახევარი უკვე ამოეწურა ამ მოწვევის პარლამენტს, ხო, პრაქტიკულად 2 წელი გადის. რა შეფასება გაქვთ? მე როგორც აღვნიშნე, ეს გაერთიანება, დაუსრულებელი გაერთიანება მათი გრძელდება უკვე არაერთი წელია და დარწმუნებული ვარ, ესეთივე დაუსრულებელი დარჩება წლების შემდეგაც, იმიტომ რომ მათი რიგები მცირდება, მათი რიგები თხელდება დღითი დღე და თავისივე მიმდევრები უკვე ხედავენ, რომ აბსოლუტურად დაცლილია ყველანაირი ოპოზიციური პოლიტიკიდან ნაციონალური მოძრაობა და რეალურად აღარც განიხილება ქვეყანაში როგორც ესე ვთქვათ, ისეთი ძლიერი ოპოზიციური პარტია, როგორც შეიძლება გარკვეული წლების წინ იყო. ასე რომ მე ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ გნებავთ ნაციონალური მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმდენად გაერთიანებას მოახერხებენ, რომ რაღაც გარკვეულად ისეთი ძლიერი ძალა შექმნან, რომელიც არჩევნებში შეიძლება დაუპირისპირდეს ქართულ ოცნებას, თუმცა ესენი არც აპირებენ არჩევნებამდე მისვლას, მანამდე გვიანონსებენ არჩევნებსაც და რაღაც წარმატებას უსურვებენ. გასაგებია, ფინალისკენ მივდივარ და იმ თემაზე, რომელზედაც თქვენ გსურდათ საუბარი, დებატების თემა, რომელიც შემოვიდა, რამდენიმე დებატი ვნახეთ სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, როგორ ფიქრობთ რა აჩვენა? ნახეთ, პირველი მიზეზი იმისა, რომ დებატები დაწყებულიყო სატელევიზიო სივრცეში, იყო ის, რომ ქონოდა შესაძლებლობა კონსტრუქციული დიალოგისთვის ოპოზიციის ან ექსპერტებთან ერთად მთავრობას და ყოფილიყო ხელმისაწვდომი გნებავთ პრემიერთან საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დღეს უმრავლესობის ლიდერი იქნება და ასე შემდეგ, ხო, რეალურად. კი, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო წარიმართა, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ საზოგადოებამ დაინახა ის, რომ აბსოლუტურად ის ექსპერტებიც, ის ვითომ პოლიტიკოსებიც და ასე შემდეგ, ძალიან ესე პატარა ადამიანებად ჩნდებიან ყოველთვის, გნებავთ ახლა პრემიერ-მინისტრთან დებატები იყო, პარლამენტის თავმჯდომარესთან თუ სხვა და სხვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ოპოზიცია. ძლიერი ოპოზიციასთან დებატებით საინტერესო იქნება და მათთან მუშაობაც საინტერესო იქნება, როგორც პარლამენტის კედლებს გარეთ, ასევე პარლამენტშიც. და პარლამენტშიც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ის დებატები, რაც საზოგადოებამ უნდა ნახოს, მაგრამ ეს შესაძლებლობა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, როგორც ნახეთ, მოიკლო და გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა ერთი წლის დაგვიანებით შემოსვლა. და ბოლოს უნდა კითხოთ ხვალ საქართველოს პრეზიდენტს ელოდებით პარლამენტში, ზეგ პრემიერ-მინისტრს. რას ელოდებით? ამას ერთად ნახავთ ჩვენ საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა ველოდებით იმ პოზიტიურ აქცენტებს, რა პოზიტიური აქცენტებიც ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიითაც, გნებავთ საერთაშორისო ასპარეზზე და ვფიქრობ კიდევ ერთხელ მოვისმენთ იმ სიახლეებს, რასაც გეგმავს ჩვენი მინისტრთა კაბინეტი, ამ შემთხვევაში პრემიერის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტი. მადლობა, რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. უსმენთ ზვიად შალამბერიძეს, ქართული ოცნებიდან და ბატონი რომან კაკულიაშვილმა გვერდთა საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი საღამოშრომის. ბატონ რომან, მოდი აქ საუბრობდით იმ დებატებზე, რომელიც უკანასკნელ ხანს რამდენიმე სატელევიზიო არხზე მოეწყო. თქვენი შეფასება როგორი არის, რა გვაჩვენა აი ამ დებატებმა? შეფასება ასეთი გახლავთ, რომ ეს ძალიან საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა, იმიტომ რომ საერთოდ რა შეიძლება საქმე ბანკანაში რომ მოვიდიოთ იმ გაბრაზებულ კაცს უსმენთ თქვენ რომ გესაუბრებოდათ და ამ დებატების ერთ-ერთი მიზანი ის არის რომ ასეთივე და მასიურად გაბრაზებული ადამიანები შეიძლება აქედან მხარესაც არსებობდნენ.
და ასეთი ადამიანების გადასაწყვეტი რომ არ გახდეს ქვეყნის მომავალი, მე გულისხმობ ასეთ დონემდე მიყვანილი ხა თავი დავანებოთ ვინ მართალია და ვინ. ამას ემსახურება სწორედ ის ფორმატი, როდესაც შენ იწყებ დებატებს, მაგრამ რა შეიძლება საქმე, ჩვენ ცოტა სპეციფიური მდგომარეობა გვაქვს. ერთია დებატები იმ ქვეყანაში, როცა ძირითადი ფორმატი ჩამოყალიბებულია და შენ გინდა სიმართლის გარკვევა სხვადასხვა საკითხებში და მეორეა დებატები იმ საზოგადოებაში, სადაც არის გახლეჩილობა. ეხლა აქ მნიშვნელობა არ აქვს პროცენტულ რაოდენობას. ჩვენ გვაქვს გახლეჩილი საზოგადოება და ამიტომ გახლეჩილი საზოგადოებაში დებატების დაწყებას ცოტა სხვა სპეციფიკა აქვს და ამაზე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რას იცნობს ისტორია ამასთან დაკავშირებით. ეხლა, როდესაც პრემიერმა ეს ინიციატივა გააჩღერა, ჩემი აზრით ის ამას გულისხმობდა, ამ პრობლემის დაძლევისკენ უნდა ამას წასვლა, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებზეც, როგორც იყო განათლება და ბევრი სხვა რამე, დებატებიც გაიმართება. მაგრამ ერთი სამი რამე არის აუცილებლად გასათვალისწინებელი. საქმე რა შეიძლება გახლეჩილი საზოგადოების ინდიკატორი ცით რა არის, როდესაც ორი მხარე ერთმანეთის იდენტობას აყენებს ეჭვის ქვეშ. ეს არის გახლეჩილობის დიდი ინდიკატორი, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს იდენტობას შენ აყენებ ეჭვის ქვეშ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც და სხვა პრობლემასთან გაქვს. ეს სხვა პრობლემაა, ვიდრე განათლება ასეთი უნდა იყოს თუ ისე. დაუკვირდით თქვენ ჯერ თვითონ ტერმინებს, რომელთაც ეს ორი გახლეჩილი საზოგადოება ერთმანეთს მიმართავს, აკაცუკები და დაუშვათ უსამშობლოები და პუტინის მონები და ესე იგი, რა ვიცი, 1000 გვარი შეურაცხყოფა და თანაც ესე იგი თქვენ წაგვართვით ჩვენ დაუშვათ ესე იგი ევროპული მომავალი. აქეთა მხარეს არის, რომ ესე იგი თქვენ აგენტურული ქსელი ხართ, რომელიც ფაქტიურად არ ითვალისწინებთ იმ რეალობას, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს კატასტროფამდე. ამ უკანასკნელს მართალია მე ვიზიარებ, რომ ეს ამბავია, მაგრამ ამ წუთა საქმე იმაზე, რომ ეს ორი პოზიცია ერთმანეთის იდენტობის ეჭვის ქვეშ დაყენების თემა და ეგ იმას ნიშნავს, რომ გახლეჩილი ვართ. ამიტომ თუ ამის გამოსწორება გინდა, სულ ცოტა სამი რამე უნდა გააკეთო. პირველ რიგში როგორ მე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეხლა რადგან ესეთი ამბავია შეურაცხყოფის ელემენტი, ვინც მიდის, ხო მიდიხარ იქ რა, ან საერთოდ არ მიხვიდეთ, თუ მიდიხარ, იმ თავითვე შევთანხმდეთ, რომ შეურაცხყოფა გავიტანოთ. იმ ფორმატიდან საკუთარი ტელევიზია ხო ყველას აქვს წადი მერე და თუ მაინდა-მაინც მაგის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, იქიდან გამოთქვია შენი საშინელი აზრები, მაგრამ იმ მომენტში ეს უნდა გავიტანო და შემოვიფარგლოთ იმ შეფასებით არ ვეთანხმები არასწორია და შემდეგ. ეს პირველი უნდა გავსვანეთ აზრი არ აქვს ამას. მეორე, ძალიან ბევრი ფსიქოლოგი, დებატებზე მოფიქრალი ადამიანი გირჩევს იმას, რომ რადგან პოზიციები ძალიან აღრეულია ხოლმე და შეუთანხმებელი, მოდი სანამ შენ პასუხს გაასცემ იმას, ვინც შენ მოპირდაპირე მხარეს ხზის, შენივე სიტყვებით მისი პოზიცია ჩამოაყალიბე, მანამდე სანამ ის თვითონვე არ დაგეთანხმება ამაზე, რომ კი მე შენ ზუსტად გაგიგია ჩემი პოზიციაო. და ეს ორი რაღაცა როდესაც გააქვს პრინციპში არა და არის მესამე. შენ თუ მიდიხარ ამ დებატებზე, იმიტომ რომ შენი მომხრეებს დაუმტკიცო შენ რა მაგარი ხარ, მაგისთვის შენი ტელევიზიაც ქონდა. იქ ზიხარ მაქსიმალური ცინიზმით ამარცხებ იმ მოწინააღმდეგის პოზიციას და გამარჯვებული მიდიხარ სახში. ეგ ტელევიზია ისედაც ხო გაქვს. აქ თუ მოდიხარ, იქნებ მოდი ისეთი ადამიანი, რომელსაც აქ შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ თუ გაქვს შინაგანად იმის მოთხოვნება, რომ სახში წაიღო რამე, იქნებ მერე შეცვალო რაღაც. ეს სამი კრიტერიუმი არის აუცილებელი, როდესაც შენ გახლეჩილი საზოგადოება. ეხლა რა შეიძლება საქმე ძალადობა როგორც წესი გახლეჩილი საზოგადოებების შემთხვევაში იცით რატომ იმოდება ხოლმე? იმიტომ კი არა რომ ვის ხელშიც დაუშვათ ძალა არის, იმას ძალადობა უნდა. უბრალოდ დიალოგი როცა წყდება, სხვა ინსტრუმენტი აღარ არსებობს ძალადობის გარდა. ისტორია მე საჩვენ, ანუ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არის. ბატონო მათ, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც თქვათ აი ხელისუფლება აცხადებს, რომ აი ეს დაპირისპირება ხდება, თქვათ, იგივე უცხოეთიდან შემოტანილი, თქვათ, თანხებით, რის გამოც, თქვათ, ფინანსდება ის აქციები, რომელიც, თქვათ, სამთავრობო არის და იგივე, თქვათ, 4 ოქტომბერის, რომელიც განვითარდა, მანამდეც იყო სხვა მძიმე აქციები, სადაც შეტაკება ხდებოდა პოლიციასთან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უცხოეთიდან. ამაზე მიიღეს 2 კანონი, ფარა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ახლა დამატებითი რეგულაცია შედის გრანტების შესახებ კანონში. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია აი ამ რეგულაციის მოხდენა? აუცილებელი, ეხლა კი არა, დიდი ხნის წინ იყო. და რა ვფიქრობ, იცით, ამ ბოლო დროს
ძალიან ესეთი ხა ბესტსელერია, ვერ ვიტყვი, მაგრამ ლის იორუკი არის ესეთი ავტორი, რომელმაც ამერიკის ციბიობი ასეთი წიგნი გამოუშვა. აი ამ წიგნს დაურთავდი მე განმარტებით ბარათს ამ კანონ პროექტის. ეხლა ვისაც წაკითხული აქვს მეტყვის რომ ის ცივი ომის პერიოდს ეხება და დღესაშუაშია, მაგრამ ის მექანიზმები, როდესაც ამ ავტორმა პრინციპში ამერიკის 60-ზე მეტი ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი აღწერა დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით. კი ბატონო 45 წლიდან ცივი ომის პერიოდს ეხება, მაგრამ როდესაც ამას წაიკითხავ და მე გაგახსენდება ის რაც ითქვა USA-ზე დღეს და ასე შემდეგ, უბრალოდ მიხვდები რომ აქ ეს გადაწყვეტილება იყო აუცილებელი და მთავარი ის კი არ არის ახლა ამას რომელიმე ცუდი გარანტი შეეწირება თუ არ შეეწირება. მთავარი არის გადაწყვეტილება რომ ეს ფილტრი აუცილებელი იყო. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ურთიერთობა დასავლეთთან, რომელთანაც ვიყავით მოხიბლული იმ კულტურით, ბევრი ძალიან კარგი რამით და ფაქტობრივად გვქონდა გახსნილი მათგან შემომავალი ნებისმიერი იდეა თუ კანონი თუ ასე შემდეგ, დარწმუნებული ვიყავით რომ ეს არის ის რაც ჩვენ გვინდა. უბრალოდ ვინც მარტო კარგი დავინახეთ და ჩვენც ბევრი ცუდი ქონდა და ჩვენთან მარტო ცუდს მივაქციეთ ყურადღება. ანუ ობიექტურობა გვაქვს და როგორც კი ეხლა რო გეუბნებოდით ორად გახლეჩილებს სადვარტო. როდესაც ჩვენ დავინახეთ ევროპა და მისი ნაწილი, რომელიც პრინციპში მის ინტერესებში არ შედის იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლის გარეშე და ჩვენ ვერ გადავრჩებოდით და შეუცვალ უშუალოდ ყავს ისეთი არასამთავრობო სექტორი, რომელიც იკიჟინებს იმას, რომ ეს აუცილებლად ამ ნარატივზე იყავი და არც კი გაითვალისწინო არაფერი, რასაც დაუშვა ჩენი რეალობა გეუბნება, უბრალოდ თავისუფლად მიყევ იმ მოსაზრებებს, რომლებიც აქედან მოდის და კითხვის ნიშანიც კი არ დასვა. ამათ თავისთავად გააჩინა იმის აუცილებლობა, რომ ეს ფილტრი გაჩენილიყო. ეხლა ამ ფილტრში ზოგიერთი რამე შეიძლება მუშაობის პროცესია და არ გაგეპარება, ან ზედმეტი დარჩება აქეთ, მაგრამ გადაწყვეტილება ხა ის წიგნი, იმიტომ ვთქვი, რომ ეხლა პარლამენტარები როცა უყრიან კერტს ამას, არა, ლისიორუკის ეს ნაშრომი ნახონ ეხლა რა, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი იმასთან დაკავშირებით, რომ ხა ამერიკასთან გადატვირთვასაც მივესალმები და ყველაფერს მივესალმები, იმ წიგნში რაც წერია, ფაქტობრივად ის დღევანდელ ევროპას უფრო ეხება. ვიდრე ამერიკას, იმიტომ რომ ამერიკა ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ დონეზე დღეს ილაშქრებს კიდევაც მაგის წინააღმდეგ და მაგის დეკლარირებული პოლიტიკა და ალბათ იმიტომაც გამოქვეყნდა ეს წიგნი, რომ მაგის გამეორება რომ აღარ უნდა, მაგასაც გულისხმობს, იმიტომ რომ ამერიკამ მიხვდა რომ შენ რო ცვლი ხელისუფლება, შეიძლება მოკლებადიან პერიოდში ის პიროვნება, რომელიც შენ მოიყვანე, შენ ბიზნესს კი ემსახურება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს მშვიდობას და სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს და ეგ თემა მსოფლიოს დაინახა პირველ რიგში ამერიკელებმა. ამდენად კანონი იყო მისაღები დიდი ხნის უკან. მაგრამ სიტუაცია ისეთი იყო, რომ უნდა მომწიფებულიყო ეხლა და რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ცუდად მოქმედებს ის, რომ ახალგაზრდობის ბევრი ადამიანი, რომელიც აი ესე გულწრფელად იყო დასავლეთისკენ, ესე იგი მქონდა მიქცეული, ესე იგი თავისი მთელი გულისყური, ისე რომ მისთვის სასიცოცხლო დაუცილებელი იყო კითხვის დაუსმელად მიღება ეგეთი ინფორმაციის. ეს ადამიანები ამით კინეულად აღიქვამენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს წიგნიც იმიტომ ვახსენე და ბევრი მუშაობაა საჭირო, იმიტომ რომ მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, ჩვენი და ევროპის ინტერესები არ დაემთხვა უბრალოდ ერთმანეთს. მათ ისეთი ნარატივი აირჩიეს განსაკუთრებით ამერიკის თავის კონტინენტზე დატოვებას დასატოვებლად, რომ ისინი ამობდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაფიქრებაც კი, საუბარიც კი რაიმე ინტერესებიც აღარ არის საერთოდ. აღარ არის და ჩვენ ზუსტად მან გაიხლიჩა ჩვენი პოზიციები, რომ მათი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ რუსეთის ინტერესებზე დაფიქრებაც კი არ შეიძლება. იმიტომ რომ ის არის ბოროტება და როგორ შეიძლება ამაზე დაფიქრება, იმიტომ რომ თუ ერთხელ მაინც დაფიქრდი რაიმე ინტერესებზე, ის მე უსასრულოდ გაგრძელდება და ამაზე საუბარი არ შეიძლება. ეს არის ერთადერთი კანონი, ბატონო რომან, თქვენ იცით რომ ბევრი კანონია, სახელმწიფო ინსტიტუციების ლეგიტიმაციის დაცვის შესახებ კანონი კიდე, რომლითაც თქვათ თუ თქვათ, ანუ არ აღიარებ ხელისუფლებას და მისი ბლოკირებისკენ მოუწოდებ ადამიანებს, ეს დასჯადი გახდება. კანონთან დაკავშირებით მართალითად კიდე მინდა ცოტა რაღაც დეტალები დავუსწრებ, მე მგონი დასაზუსტებელია. ჩემი აზრით, ალბათ, მოდის ვიხდი, რომ ბოლომდე გარკვეული არ ვარ და ისე მოვდივარ აქ და ჩემი აზრით საქმე გვაქვს იმასთან, რომ შენ რა თქმა უნდა, ალბათ არავინ არ აგიგზავნოს იმას, რომ შენ შეიძლება ეჭვი გეპარებოდეს არჩევნების შედეგებში.
შეიძლება თვლიდე რომ ჩემი აზრით გამოხატვის თავისუფლებაში უნდა გავიდეს შენ შეგეძლია ისიც გააკეთო რომ ხალხს მოუწოდო რომ ვინც ჩემნაირად ფიქრობთ მოდი შევიკრიბოთ და ჩვენ ყველანი ასე ვფიქრობთ და ხელისუფლებას დაანახო რომ შენი გადაწყვეტილება აი ამდენ რაოდენობა ადამიანს არ მიგვაწნია სწორად მაგრამ ამის გამო ის რაც შენი კანონია მე კანონის შესრულებას აღარ ვაპირებ მე მგონი საქმე ამაში ახლა შენ კანონმორჩილი ადამიანია შენ უნდა უზრუნველყო ის რომ მომავალ არჩევნებზე მაშინ იმდენი ადამიანი დაითანხმე ამაში რომ მე სხვა შედეგი დადგეს თორე ხა სხვა შემთხვევაში ის რომ კანონი შენ გონია რომ შენ შეიძლება გეგონოს ეს ახლა თუ ვინმე მაგას აგიგზავნოს ეგ უნდა მაგის გამოხატვის თავისუფლებას ეს სხვა თემაა მაგრამ იმის გამო რომ შენ ამის არ გჯერა შეიძლება ან შეცდომაში შეგიყვანე შეიძლება მართლა არ გჯერა მაგის გამო რომ შენ კანონმორჩილების კენ აღარ ანუ შენ თქვენ რომ მე კანონმორჩილი აღარ ვიქნები იმიტომ რომ არ მჯერა ჩემი აზრით მაგას არავინ არ მიიღებს ახლა და ალბათ ეს არის მან ეხა მე კიდე დეტალები მაქვს დასაზუსტებელი და ასევე მაინტერესებს თქვენი პოზიცია წელიწადზე მეტი პოზიცია ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ იმიტომ რომ ეხა გამოხატვის თავისუფლება სერიოზული თემაა ეხა თუ გამოხატვის თავისუფლება ემსახურება იმას რომ საზოგადოებაში ეხა დოგმატური აზროვნება არ უნდა ჩამოყალიბდეს თორემ მაშინ დავემდგავსებით და ეს კანონი ეხა როგორც გერმანიაშიაო ასე ესაუბრობენ ხელისუფლება რომ ერთია რომ გამოხატავ და მეორეა რომ იმის გამო რომ ამჯერა ამიტომ მე კანონს არ შევასრულებ ეს სხვა თემაა და ჩემი აზრით გადატანა ხდება აქცენტის ამაზე აქ არავინ არ აგიგზავნოს შენ რომ გამოხატე სხვასაც კი უთხარი რომ მე შენ ვინც ჩემნაირად ფიქრობ მოდი და ყველანი ასე ვფიქროთ მაგრამ მოდი ახლა ყველანი ესე რომ ვფიქროთ მოდი კანონი აღარ შევასრულოთ ეგ სხვა თემაა ახლა და იმ მოტივით რო არასრულო ხო აი ეს მე მგონი კარგად ამათაც კარგად უნდა განმარტონ რო ამაში არ არის საქმე და ისინიც ამას ნუ ამუქებენ ესე რა მე მგონი ასე უნდა იყოს ახლა იმიტომ რომ ახლა ერთმან უქნას რომ ადამიანს აღარ შეეძლოს იმის გამოხატვა რასაც ვფიქრობთ ახლა გითხრათ გამოხატვაც არის და გამოხატვაც ახლა ეს გამონათქვამი რო არის მე შაირი არ მინდოდა ვარ გახსენდება ნათულოს ოცნებასთან მიმართებაში 10 წელი უნიატოებს ეძახდნენ ნუ ხალხს ნახევარი ხარდამჭერები იმიტომ დაკარგა რომ არ უნდათ ვიცნობ მაგათ მე ყველას რა არ არიან ეს ადამიანები რომლებსაც ადამიანზე ძალადობით სიამოვნების მიღება შეუძლიათ და განსხვავებით ბევრი იმ ადამიანისგან რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და ნუ ეხლა ამ ევროპასთან ურთიერთობამ ამ ომის თემამ ამ აბსოლუტურად საქვეყნისათვის მართლაც ძალიან დიდი საფრთხის შემცველი პოზიციების აი ესე გავრცელებამ ადამიანების ჩართვამ ამ პოზიციაში რაღაცნაირად ადამიანები მე ხელისუფლებას ეს ნაბიჯები გადაადგმევინა და მე პრინციპში ასე უყურებ ამას რა. გასაგებია. ბატონო, მან კიდევ ერთი საკითხი წეგან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ ისევ კონკრეტული თარიღი უნდა დაიკიდოსო, რომ გადაწყვეტილებებია მისაღებიო. ერთი თარიღი ჩვენ ვნახეთ უკვე 4 ოქტომბერი. ისიც ვნახეთ რომ ლიდერები გამოვიდნენ ციხიდან, რამდენიმე ლიდერი, მაგრამ რაღაცა კონკრეტულ სტრატეგიას მათგან ვერ ვისმენთ. რა ხდება მათ თავს, როგორ უყურებთ თქვენ? რა შეფასება შეგიძლიათ? ჩემი აზრით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააკეთა რა დასკვნა, იცით შემოვა, ხო, რომ საერთოდ ადამიანები ძალიან ადვილად თანხმდებიან იმაზე თუ რა არ უნდათ, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ იმას შეთანხმდებიან ისინი იმაზე თუ რა უნდათ. მე მგონი საზოგადოებამ ეგ ძალიან კარგად ქვეცნობიერად გაიგო რომ შეთანხმება იმაზე ვიმეორებ აი დაუკვირთ ეს ფორმულა ადამიანები რომ შეთანხმდებიან იმაზე რა არ უნდათ ეს ძალიან ადვილია მაგრამ ეს ხალხი არ გავს იმ ხალხს რომლებიც ელემენტარულ რამეზე შეთანხმდებიან იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდათ ამის შეგრძნება ამათ მიმართ არსებობს ესენი ახლა რომელი ბიუჯეტის განაწილებაზე და რომელი ისეთი საკითხების გადაწყვეტილებაზე მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს რომ ამათ შეიძლება ანდო სახელმწიფოს რაღაცა ის საჭე რომლითაც უნდა იმართოს ამ ძალიან რთულ პირობებში ამ ქვეყნის მომავალი და მე მგონია რომ ამის გამო მხარდამჭერთა რაოდენობა მაგათი ვიღაცებს თავთავიანთი რაღაცა ნიშები აქვს რა თქმა უნდა მაგრამ ვერ შედგება ეს ჩემი აზრით იმიტომ რომ ადამიანები ხვდებიან რომ ესენი ერთად საქმის გამკეთებლები არ არიან ერთად რაღაცაზე უარი თქმელები შეიძლება არიან ვიღაც ერთი პიროვნება არ მოწონთ ქართული ოცნება რომ არ მოწონთ ამაზე კი თანხმდებიან მაგრამ როგორც კი დადგება საკითხი რა არის საკეთებელი და ეს საკეთებელი როგორ ვაკეთოთ იმდენი 1000 აზრი გაჩნდება იმ წუთასვე რომ ამის ქვეცნობიერი შეგრძნება მე მგონი უკვე მაგათ მხარდაჭერებსაც აქვს და რაღაცნაირად ეს პერიოდი რაც მალე გაივლიან რაც მალე გამოჩნდება ეხლა თქვენი სტუმარიც ამბობდა და საერთოდ ეს ბიზნესმენებისკენაც არის ალბათ მიმართვა ბიზნესმა თუ არ დააფინანსა ახალი ინიციატივები ეს პარტიები საიდან ჩამოვლენ რაღაცნაირად მაგრამ ეს ხალხი სანამ არ რაღაცა პოლიტიკურ წარსულში სანამ არ გადავიდა სანამ მათი ამორჩეველი არ მიხვდება მაგას პირველად ყველაზე მეტად ვისაც ქართული ოცნების შეცვლა უნდა ისინი უნდა მიხვდნენ რომ სანამ ამათ მხარს უჭერენ მანამდე ასე იქნება ეს მდგომარეობა სულ და
აი ეს სიახლე მოხდება მხოლოდ მაშინ, გადასარეცხია ეს პოლიტიკური ველი. ყოველ შემთხვევაში ახლა ხო ხედავთ თვითონაც ახლა რომ კი გასაგებია რომ შეთანხმდე რომ არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი რომელსაც მაგათი პოლიტიკური მომავალი დაასრულა, მაგრამ ახლა მე 1000 საკითხებია რომელზე შეთანხმებაც უნდა მოხდეს და ესენი ვერასოდეს ვერ შეთანხმდებიან ამაზე. ეს შთაბეჭდილება მაგათ მიმართ უკვე ჩამოყალიბება რომ ეს ადამიანები ვერ თანხმდებიან. თანხმდებიან მარტო იმით რომ არ უნდათ და ქვეყნის მართვისთვის ეს საკმარისი არ არის. ქვეყნის მართვისთვის სწორედ ბევრ საკითხზე შეთანხმებაა საჭირო, რომელიც მართავს უკავშირდება და არ გავს ეგ ხალხი, ხალხი რომელიც ამაზე შეთანხმდებიან. მადლობა ბატონ რომან რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. რომან კაკულიას უსმენდით, 4 შაბათს უკვე ბათუმის სტუდიიდან შეხვდებით, დახოცეს.